გუშინ სპეციალურად უყურე იმედს. დიდი ხანი არ მიყურებია მათი საინფორმაციო გამოშვებისთვის, მაგრამ დამაინტერესა, იმიტომ რომ მაინც კოლეგაზე არის საუბარი, ხო? ეხლა დიდი ხანია ისინი ჩვენი კოლეგები აღარ არიან, ზოგიერთი იქ იმ დროსაც მუშაობდა, როცა ჩვენ მუშაობდით. და უბრალოდ დამაინტერესა ხა კოლეგას, გასაგებია რომ პოლიტიკურ პარტიებზე როგორ აშუქებენ მესმის, ხო? ეს პროპაგანდა თავიდან ბოლომდე და მაგრამ ვიფიქრე იქნებ კოლეგასთან დაკავშირებით რაღაც სინდისმა გაუჭრა, ცოტა უფრო ნეიტრალურები იყვნენ მეთქი, მაგრამ არა. ხო, ჩვეულებრივი სტანდარტული პროპაგანდისტული სიუჟეტი გააკეთეს კვლავ ამ თემაზე, რომ როგორ არის მიაყენა შეურაცხყოფა და როგორ არის დასაჯდელი ჟურნალისტი და ასე შემდეგ. ამიტომ ხო, ეს არ ვიცი ხო, საბოლოო ჯამში სადამდე მიდის, მაგრამ ხელისუფლების საქციელი მესიჯი რაზეც შენ მეკითხები არის ერთადერთი აქ რომ მე ვარ ყველაფერზე წამსვლელი. ჩვენ ხარ როდესაც საუბრობთ იმის შესახებ რომ აი ჟურნალისტების დაშინება უნდა თუ რაღაცა. თავარი მიზანი აქ ჩემი აზრით ის კი არ არის რომ ჟურნალისტების დაშინება უნდა. თავარი მიზანი არის რომ აჩვენოს რომ მე არაფერზე უკან არ დავიხევ. მე ბოლომდე დავიცავ ჩემს პოლიციელებს, იმიტომ რომ პოლიციური სახელმწიფო ვარ და დგავარ ამაზე და შესაბამისად ერთი მესიჯი არის პოლიციელებისთვის გაგზავნილი რომ ჩვენ ბუნებრივია არავის არ მიბცემთ უფლებას რომ პოლიციელს რაღაცო თუნდაც ოდნავ რაღაც ალიყური გაარტყას თუ რაც იქნება მე მესმის რომ პოლიციელზე თქვა შეხება და ასე შემდეგ ფორმალურად არის დანაშაული ამაზე არავინ არ დაობს ამ შემთხვევაში მაგრამ თუმცა აქ გამოიყვნენ იურისტები რომელიც ამბობენ რომ იმისთვის ამუხლით აღზრა მაგრამ საუბარი აქ 4-დან 7 წლამდე ხო აი ეს არის თავარი მესიჯი ამ იმაზე კი არ არის საქმე რომ რაღაც იქ ძალადობა ან სხვა რამე უფრო მსუბუქი მუხით აღზრან არამედ საუბარია იმის შესახებ რომ აღზრან ყველაზე მაქსიმალური სასჯელი რომელიც მუხლს ითვალისწინებს რომ სამაგალითოდ დაისაჯოს ეს ადამიანი რომ ჩვენ არავის რაღაცას პოლიციასთან დაკავშირებით არაფერს არ ვაპატეთ პოლიციას გვერდით დაუდგებით ხელისუფლება მაგრამ ამ თემას რო თავი დავანებოთ ხელისუფლება ჩვენ რას გვეუბნება კარგი, დაუშვათ რომ ფორმალურად დანაშაულია ჩადენილი, მიგვაჩნია რომ დაუშვათ 4 და 7 წლამდე არ ითვალისწინებს, შეიძლება იქ იყოს ადმინისტრაციული სასჯელზე საუბარი და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც ხელისუფლება გვეუბნება რომ პოლიციელი როდესაც ჯგუფურად ცემს ადამიანს, 10 კაცი ერთს, შედგება წიხლებით. პოლიციელი როდესაც პირდაპირ ეთერში ფორმულა ჟურნალის თავს არტყევინებს ასფალტზე. პოლიციელი რომელიც პირდაპირ ეთერში უბრალოდ ამ შემთხვევაში ტიტუშკები მათი დაქირავებული პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია პირველი ჟურნალის ამის კისერს მოტეხენ ოპერატორს 10 კაცი შედგება წიხლებით და ამათ არც არ დავსჯი მით უმეტეს აი ამ ტიტუშკების სახელი და გვარები გაარკვია მედიამ და ცნობილია კიდეც დაკითხული წავს მაგრამ არაფერი აქ გაჩერდნენ არც ეს არის პატიმრობა არაფერი შესაბამისად ეს მესიჯი რასაც ხელისუფლება გვიგზავნის არის ამ შემთხვევაში შენ რაღაც ოდნავი გადაცდომას თუ გექნება მე ჩემიანს ბოლომდე დავიცავ და მაქსიმალურად გაგამწარებ. წინასწარ პატიმრობას მოგიჟდი მიუხედავად იმისა, რომ რეციდივისტი არ ახარ. შენ მაშინ რა ქვია, მე მოსამართლე გამოვიდა, ეს ვიზეთ საუბრობდა, რომ კვალიფიკაცია არ აქვს. მე აქამდე მეგონა, რომ საქართველოში სასამართლოს პრობლემა იყო სინდისის არ ქონა და ეხლა აღმოჩნდა, რომ კვალიფიკაციის არ ქონაც ყოფილა მათი პრობლემა. აი მოსამართლე გამოვიდა და ამბობდა, რომ მე ის თავარი მიზეზი, რის დაასახელა წინასწარი პატიმრობის, არის ის, რომ განმეორებით ჯანმრთელობის განმეორებითი ჩადენის საფრთხეა. ამას პირდაპირ ამბობ თქვა ეს ქალმა განმეორდა ანუ ქალი გვეუბნება რომ ზია მაღლობელი რო გაუშვა შეიძლება კიდევ მივიდეს და ეს პოლიციელი ცემოს არ ვიცი ხა ტერმინატორი გონია ზია მაღლობელი თუ ვინ გონია ამ ადამიანს მაგრამ აი ასეთი აბსურდული მიზეზი როცა წინასწარ პატრონას უსჯი შეიძლება გულისხმობს იმას რომ დაუსრულებლად შეიძლება შეურაცხყოფა აყენონ მათ შორის ჟურნალის ქალს და ასე შემდეგ და მათ ეს ყველაფერი ინტერვექცია არ უნდა კონდეთ ანუ კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილი მოცემულობა არის მას შემთხვევაში იმ კონკრეტულ შემთხვევაშიც თუმცა მე მინდა რომ დანაშაულის შინაარზე საუბარი თემა რაზე არის რომ მათთვის სამართალი მიდის სამხრივად ანუ შენ მაგალითად დაგჯი უმკაცრესად იმაზე მეც მოგიჯი რაც გეკუთვნის და საერთოდ თუ არ გეკუთვნის მაინც მოგიჯი წინასწარ პატიმრობას და ასე შემდეგ სიხეს გახიხილებ და ჩემიანს პოლიციელს რომელიც მართლა წამების კვალიფიკაცია მისა სახალხო დამცველმაც კი რომელიც არ გამოირჩევა მათ მიმართ კრიტიკულობით ხო წამების კვალიფიკაციას აძლევენ მათ ქმედებას იმათ საერთოდ ხელს არ დავაკარებ შესაბამისად ის გვეუბნება რომ მე ბოლომდე წავალ ყველაფერზე წავალ თქვენ თუ შეეცდებით რომ ჩემს ხელისუფლებას საფრთხე შეუქმნათ უბრალოდ არ მომცეთ საშუალება რომ ბოლომდე დავრჩე სიცოცხლის ბოლომდე ხა ივანიშვილმა რა გვითხრა 29 აპრილს როცა გამოვიდა ხო არ გეგონათო მე არც იანუკოვიჩიო და არც შევარდნაძეო
მე ერთ-ერთ წინასაარჩევნო შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრი, მაშინ ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი იყო არჩევნებამდე ბატონი კობახიძე გამოვიდა და თქვა რომ ჩვენ 12 წელი ხო ვიყავითო და კიდე 12 წელი მინიმუმ ვიქნებითო. ანუ 24 წელი მინიმუმ ვიქნებითო და მე კიდე ანუ ადამიანები აქ თავი დავანებოთ იმას დასავლეთისკენ მიდის ქვეყანა თუ რუსეთისკენ, ხო? შევეშვათ ისინი ამბობენ რომ ჩვენ მაინც დასავლეთისკენ მივდივართ, კაცო თქვენ გეჩვენებათ რომ რუსეთისკენ მივდივართ. ამას შევეშვათ. რა ქვეყანას ვაშენებთ, რამეში ზგოვნებია? ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, სადაც ერთი კაცი, მას მოუნდა რომ თითქმის სამუდამოდ იყოს ხელისუფლებაში და იმის გამო რომ ეს ერთი კაცი სამუდამოდ იყოს ხელისუფლებაში, 24 მინიმუმ და კიდე არ ვიცი ალბათ რამდენი ცოცხალი იქნება, მანამდე იყოს ხელისუფლებაში, ამის გამო ჩვენ მზად ვართ ყველანი წელში გადაგამტრიოთ. დაგლეწოთ და თუ თქვენ მოგინდობებთ ჩვენი ხელისუფლების შეცვლას, ჩვენ არჩევნებით ამ საშუალებას არ მოგცემთ და არჩევნების იქეთ თუ მოინდობთ, ერთ-ერთმა კომენტარში დამიწერა Facebook-ზე, ისე რომ აბა რა გონიათ ეხლა თქვენო რევოლუცია და ხელისუფლების დამხობა გინდათო და ხوار მოგეფერებიანო. ანუ ეხლა εμას პოლიტიკოსები ასე ფიქრობს ყველა ქართულ ოცნებაში. მათი მხარდამჭერიც, პრემიერ-მინისტრიც, პოლიციელიც და ისე რა ქვია, მამუკამდინარაძეც და ყველა. უბრალოდ ეხლა ისინი ამას ასე არ იტყვიან და იმის ეხლა ფეიქ აკაუნტით იყო და რა ენაღლებოდა და თქვა პირდაპირ, რომ ანუ ასე უყურებენ საკითხს, რომ ხელისუფლების შეცვლის სურვილი, სულაც არ არის არალეგიტიმური სურვილი, პირიქით, ყველაზე კანონიერი სურვილია. ძალადობით ხელისუფლების შეცვლას არავინ არ აპირებს. საუბარია მშვიდობიან აქციებზე. მაგრამ ესენი ამბობენ, რომ თქვენ რამე საფრთხე შეგვიქმნით, ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს სკამს, იმანიშვილი გვეუბნება. მე შემიქმნით საფრთხეს. მე წავალ ბოლომდე, დაგლეწავთ, დედას გიტირებთ. აი ეს მესიჯია, რასაც ის ჩვენ გვიგზავნის.